გულწრფელად თქვით, რა ემოცია გეუფლებათ, როდესაც ამ მელოდიას ისმენთ. პირადად მე მარტოობის, მაგრამ ეს ის მარტოობა არ არის, როდესაც მარტო ხარ სახლში. არამედ მარტო ხარ სამყაროში და გასასვლელს ვერ ხედავ. მაგრამ მაინც უნდა იბრძოლო, იპოვო ის, რაც დაგეხმარება გამარჯვებაში. ზუსტად ასე იქცევიან ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის გმირები და ამ თამაშის სახელია The Last of Us. ამ ვიდეოში მე როგორც დიზაინერი განვიხილავ ამ თამაშის ორივე ნაწილს და შევეცდები უპასუხო შეკითხვას, რა არის ამ თამაში ისეთი, რამაც დაანახა აუდიტორიას, რომ ვიდეო თამაშები მართლაც არის ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება. გსმენია თუ არა პარაზიტის სოკოს შესახებ. ეს არის კორდიცეპსი, რომელსაც მეორენაირად უძახიან ზომბი ჭიანჭველას სოკოს. სოკოს აქვს უნარი შეაღწიოს პატარა მწერების სხეულში, დაიმორჩილოს მათი პრიმიტიული გონება და ამოძრაოს ის საითკენაც გაუხარდება. მას შემდეგ, რაც მწერი კონკრეტულ ადგილს შეარჩევს, სოკო მას კლავს და მისი სხეულიდან გამოყოფს სპორების მაგვარ წანაზარდებს. თამაშის ვერსიით სწორედ ამ პარაზიტმა განიცადა მუტაცია და დაიპყრო უფრო რთული აგებულების ორგანიზმი, ადამიანების. Naughty Dog-ის game design-ის პლუსები მდგომარეობს მის სიმარტივეში. საქმე იმაშია, რომ დეველოპერებმა თამაში იმგვარად დააპროექტეს, რომ მაშინაც კი თუ კონტროლერს ხელში აიღებს ადამიანი, რომელსაც მანამდე ნაკლები შეხება ჰქონია თამაშებთან, ის მარტივად გაერკვევა საით უნდა წავიდეს და რას უნდა დააჭიროს. აი მაგალითად level designer-მა ემილია შაცმა აღიარა, რომ ლოკაციის ზოგიერთი ელემენტი სპეციალურად გამოიყურება მსუბუქად. დამატებული აქვს მომრგვალებული კუთხეები, დახშული შუქი, მშვიდი მუსიკა. ასეთი ფორმით მოთამაშეს ატყობინებენ, რომ ახლა შეუძლია მოეშვას და შეისწავლოს გარემო. ხოლო სხვა ლოკაციების დიზაინერები ქმნიან უფრო უხეშს. ნაგავი, უწესრიგობა, ნივთების გაუგებარი ნაგლეჯები. ამ ყველაფრის დანიშნულებაა მოამზადონ მოთამაშე გარდაუვალი დაპირისპირებისთვის. ფერებისა და სინათლის დახმარებით თამაშის შემქმნელები ქმნიან გარემოს, რომელშიც გეიმერი დიდი გამოცდილების გარეშეც მალევე მიხვდება საითმიდის სწორი გზა. მაგალითად, თამაშის დასაწყისშივე, როდესაც მოხდება ავტოკატასტროფა, იმისათვის რომ გეიმერმა გაიგოს საით წავიდეს, დიზაინერები მიანიშნებენ სინათლით და ყვითელი ფერის ელემენტებით. ზოგადად Naughty Dog-ს ისევე როგორც მე ძალიან უყვარს ყვითელი ფერის ელემენტები და იყენებს მათ სწორი გზის მისანიშნებლად. თან ამას ისე აკეთებს, რომ ყვითელ მინიშნებებს გარემოს შემადგენელ ნაწილად აღვიქვამთ და არ გამოიყურება უცხო სხეულად. რაც შეეხება მეორე ნაწილს, აქ მოთამაშის მოქმედებებს ხელოვნურად ზღუდავენ, რათა ანახონ მას მოვლენების სწორი განვითარების გზა. მაგალითად, ელის მოწინააღმდეგეებისგან გამოყოფილ მავთულხლართებით, ან შუშის კედლით, რათა წინასწარ შეამზადონ ის დაპირისპირებისთვის. ექსპოზიცია იწყება სწორედ იმ მომენტში, როდესაც მოთამაშე მიაღწევს საჭირო წერტილს. ამიტომ ის ყოველთვის მოასწრებს მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია საუბრის მონაკვეთიდან, მაგრამ ეს არ აგერიოთ კატსცენაში. ზომბები არ აძლევენ მოთამაშეს შეტევის საშუალებას საჭირო დრომდე, იმისათვის რომ მან მოახერხოს თამაშის წესებთან გაცნობა. მაგალითად, აი კლიკერი და აი ხალხი. თავად გადაწყვეტეთ როგორ უნდა მოიქცეთ. ანიმაცია და ბრძოლის სტილი გადმოსცემს ატმოსფეროს, ან ურტყავ, ან გირტყავენ. ამასთან დიზაინერები შეიცადნენ ბრძოლა გაეკეთებინათ მაქსიმალურად მოსახერხებლად საჭირო ემოციების გასაღვიძებლად. მაგალითად, იმისათვის რომ გადმოიცათ ბოლო მომენტში რაღაცის მოსწრების შეგრძნება, პერსონაჟები რეაგირებენ მოულოდნელ მიახლოებაზე ოდნავი შენელებით, მაშინაც კი თუ მათ ხელში იარაღი უჭირავთ. ხოლო იმის გამო, რომ კონტროლერიდან სროლა ცოტა რთული ამბავია, დრები ხშირად შენელებულად დარბიან იმისათვის, რომ დაეხმარონ გეიმერს სწრაფ რეაგირებაში. თამაშის დიზაინში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა არის სტელსის დახვეწა. დეველოპერებმა გაამრავალფეროვნეს მტრების კატეგორიები და მე არ ვსაუბრობ ზომბებზე, არამედ ძაღლებზე, რომლებსაც მოქმედებების მკაცრად გაწერილი ლოგიკა აქვთ. ის ფაქტი, რომ ძაღლს შეუძლია აღმოგაჩინოს მაშინაც კი, როცა იმალები, სტელს ხდის ნაკლებად უსაფრთხოს. ძაღლს შეუძლია ელის სუნი აიღოს და გაჰყვეს მას. ეს ყველაფერი სტელს ხდის უფრო მოძრაობს და მუდმივად მოგიწევთ პოზიციის ცვლილება პირველი ნაწილისგან განსხვავებით, სადაც შეგიძლიათ მშვიდად იჯდეთ და ყველაფერი დაგეგმოთ საფუძვლიანად. იმისათვის კი, რომ სტელსმა იმუშაოს, საჭიროა გეიმერს მისცეს სიტუაციის შეფასებისა და შემდგომი მოქმედებების გაანალიზების შესაძლებლობა. ამისათვის თამაშის დიზაინერებმა ოთახებს შორის გააკეთეს ფანჯრები და სივრცეები. ვენტილაციიდან შეიძლება იმოქმედოს სპეციალურად დატოვებული ნახრეტების დახმარებით და ასევე ჩნდება ხოხვის შესაძლებლობაც, რაც გეიმერს შეუძლია გამოიყენოს ბალახებში, სატვირთოს ქვეშ და კიდევ ბევრგან. ამ თამაშისთვის დამახასიათებელია სიუჟეტური თხრობის სტილი გარემოს გამოყენებით. მაგალითად, გრაფიტი, კედელზე დაწერილი მუქარის გზავნილები, თოკებზე ჩამოკიდებული გვამები და ასე შემდეგ. ნივთები დევს ზუსტად იქ, სადაც უნდა იდოს. მაგალითად, პისტოლეტი მაღაზიის სალაროსთან. ან თუ ნახავთ რაიმე ჩანაწერს სახლში, სადაც ცხოვრობდა ავადმყოფი ადამიანი, იქვე აუცილებლად იპოვით წამლებსაც. ამასთან მიუხედავად დეტალების რეალისტური კონტექსტისა, The Last of Us-ის სათამაშო გარემო დაპროექტებულია მაქსიმალურად მარტივად.
ინტუიტიურად და გასაგებად. დიზაინერები საუბრობენ გეიმერებთან ქვეცნობიერ დონეზე, ფორმების ენის გამოყენებით. წვეტიან ფორმებს იყენებენ დონეების საზღვრების აღსანიშნავად. ეს შეიძლება იყოს მავთუხლართი, არმატურა ან ბასრი დაბოლოებების მქონე ღობეები. ოთხკუთხედი ფორმის ობიექტები კი გამოიყენება თავშესაფრისთვის, რომლებსაც აქვთ სტანდარტული ზომები. მნიშვნელობა არ აქვს ობიექტის ტიპს, თავარია რომ მას ჰქონდეს რეალური სიმაღლე, რომელიც თავშესაფარს მისცემს ფუნქციონირების საშუალებას. ამით თამაშის დიზაინერები მოთამაშეს აგებინებენ, რომ ის ნამდვილად იმყოფება უსაფრთხო გარემოში. ასევე მარტივი ოთხკუთხა ფორმები მოთამაშეს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ისინი საფეხურების სახით, რაც ასე ნაცნობია მათთვის. საფეხურების ფორმას შემთხვევით არ იყენებენ. ისინი თითქოს ქვეცნობიერად ეპატიჟებიან მოთამაშეს, რომ მათზე ავიდეს. სწორედ ამიტომ, რადგან თამაშის დიზაინერები შეეცადნენ, რომ ვიზუალურად მიიღწიათ მაქსიმალურად სინემატიკური სურათისთვის, ნავიგაციური ელემენტები, როგორებიც ჩვენ პირველ ნაწილში გვხვდებოდა ყვითელი, მეორე ნაწილიდან საერთოდ ამოიღეს. დიზაინერები თამაშისთვის მნიშვნელოვან ობიექტებს გამოყოფენ მაქსიმალურად ბუნებრივი და არამყვირალა სახით და იყენებენ ზედაპირის კონტრასტულ ფერებთან კომბინაციაში. მაგალითად, ნათელი ფანჯრები, კარებები და მანქანები ბნელი კედლების ფონზე. ერთი სიტყვით, ნავიგაციური მინიშნებები შესრულებულია მაქსიმალურად ორგანული მეთოდით. ხოლო იმისათვის, რომ შენარჩუნებული ყოფილიყო თამაშისთვის საჭირო ტემპი, დიზაინერები შეეცადნენ გეიმერს დახმარებოდნენ ექშენ ეპიზოდებში. მაგალითად, როდესაც ელი შეხდება სახლში, მას ეგრევე ხდება ამოჭრილი კარი, რომელიც მოთამაშეს ატყობინებს თუ საით უნდა წავიდეს. ორი კორიდორი და ასევე დამატებით შესასვლელი-გასასვლელი. ანუ მხოლოდ რამდენიმე წამი და გეიმერი ასწრებს გაირკვეს თუ რა ხდება საერთო სივრცეში. იგივე პრინციპი მოქმედებს გარეთაც. გარე დონეზე ძალიან ინტუიტიური მინიშნებები გვხვდება. ელი ტეხავს ფანჯარას, რათა შევიდეს უცნობ შენობაში და გეიმერმა უკვე იცის საით უნდა გაიქცეს კუთხიდან შემომავალი მსუბუქი შუქის წყალობა. ხოლო ამ ინტენსიურ ეპიზოდში სინათლის ხეობის დახმარებით გასაგები ხდება, რომ კარი ინტერაქტიულია, ასე რომ მოთამაშე იქით უნდა გაიქცეს. ლამინატზე ფეხსაცმლის კვალი და კაბელები არის ეგრეთ წოდებული ბრედკრამბები, რომლებიც ეგრევე მიუთითებს გეიმერს საჭირო მიმართულებას, რათა ტემპი არ დაეცეს. კონტრასტული ზედაპირის გარდა პირველი ნაწილისგან განსხვავებით, სადაც მინიშნებები ჰქონდა ყვითლად, აქ გეიმერის ყურადღებას იპყრობენ მოძრაობით. მაგალითად, ამ ეპიზოდში ტარაკნები გვაჩვენებენ, რასთან შეიძლება შევიდეთ ინტერაქციაში. ჭერიდან ჩამოვარდნილი ბანერებით კი ვიგებთ გეიმპლეის რა სექცია გველოდება წინ, სამენტილაციო შახტით გადაადგილება. Last of Us 2-ში გარემო ნამდვილად გავს წინა სამყაროდან შემორჩენილ ნანგრევებს. ნებისმიერი ყუთიან დაკიდებული თოკი, გამოცდილი level დიზაინერების წყალობით ისე კი არ გამოიყურება, როგორც ოსკარების წითელი ხალიჩა. არამედ ისინი ორგანულად ერწყმის გარემოს. ამასთან მათი მდებარეობა ჭკვიანურად არის გათვლილი. თუ კარი დაკეტილია, ესე იგი იქვე იქნება ფანჯარა, რომლის გატეხვაც შეიძლება. თუ ხედავ შენობასთან დაპარკინგებულ სატვირთოს და ყველა შესასვლელი დალუქულია, ესე იგი სატვირთოდან უნდა შეხვიდე შენობაში. სისხლი დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი თამაში. თუ მოწინააღმდეგეს სახეში ესვრით, ის უბრალოდ მიწაზე კი არ დაეცემა, როგორც სხვა თამაშებშია. მისი სახიდან გაიფანტება რამდენიმე ნაჭერი. დიზაინერებმა ასევე საფუძვლიანად იზრუნეს იარაღების მოდერნიზებაზეც და ეს გააკეთეს ძალიან მაგრად და ესთეტიურად. ყოველ ჯერზე, როდესაც იარაღს რაიმე ახალს უმატებ, პერსონაჟი მართლა აკეთებს ამას და რეალურად ხსნის ან აყენებს ახალ აქსესუარებს იარაღზე და არა უბრალოდ ხილებს ამოძრავებს. Naughty Dog-მა ძალიან დიდი ყურადღება დაუთმო თამაშის დეტალებს, დაწყებული გამოყენებული მაყუჩის მიზაზე დაგდებით, დამთავრებული ელის სტატუებით, რომლებიც გაკეთებულია სხვადასხვა დროში. კოლოსალური სამუშაო იქნა გაწეული ანიმაციის, მიმიკისა და წვიმიანი მოძრაობების მხრივ. წვიმისას ელი იცვამს კაპიშონს, ხოლო თუ გაირბეს დაბლად ჩამოწეული ტოტის ქვეშ, ის ოდნავ იხრება, ხოლო გიტარაზე დაკვისას კი იღებს ნამდვილ აკორდებს და არა უბრალოდ ამოძრავებს თითებს. გეიმპლეიდან კატსცენებზე გადასვლები გაკეთებულია ძალიან ორგანულად და შეუმჩნევლად, როგორც გრაფიკულად, ისე ტექნიკურად. თამაში ვერ ნახავთ loading ეკრანებს. თითოეული კადრი დეტალიზებულია და გულმოდგინედ არის შესრულებული. ხოლო ზოგადი სურათი იმდენად მაგარია, რომ PlayStation-ისგან გამოწურეს მისი მაქსიმალური შესაძლებლობები. თამაში თავისი ატმოსფერული მუსიკით ემოციური განწყობას ქმნის კომპოზიტორი გუსტავო სანტაოლალა, რომელიც ამ პოზიციაზე დარჩა პირველი ნაწილიდან. მან შექმნა ერთის მხრივ ასკეტური, ხოლო ამავდროულად ღრმა მუსიკა, სადაც ჭარბობს გიტარის ხმა. მუსიკაში ასევე ისმის ინდუსტრიული მეტალის და ადამიანის ნაბიჯების ხმაც. ზოგადად ამ თამაში გამოყენებული მუსიკა და ხმები არის მისი ატმოსფეროს კიდე რაღაც ცალკე განზომილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიხსენებიდან, როდესაც ამ თამაშის დიზაინზე ვსაუბრობ. როგორც ვიდეოს დასაწყისში დავსვი შეკითხვა, ამ თამაშის მთავარი საიდუმლო არის მისი შემქმნელების პროფესიონალიზმში, მარტივ მართვაში, დასამახსოვრებელ ვიზუალში, პერსონაჟების ხასიათში. ეს თამაში ბევრს გონია ზომბებზე, მაგრამ სინამდვილეში ის არის ადამიანებზე, რომლებიც ჩავარდნენ რთულ სიტუაციაში. ყველაფერი შესრულებულია სუფთა და მარტივი დიზაინით. თამაშის დიზაინერები შეეცადნენ, რომ მოეყოლათ თავგადასავალი, რომელიც ერთის მხრივ არ იქნებოდა გადატვირთული ზედმეტი ინტერფეისით, ხოლო მეორეს მხრივ თამაში იქნებოდა ასობით და ათასობით დეტალი და ნიუანსი,
რომლებიც გეიმერს დაეხმარებოდა ჩაძირულიყო თამაშის სიუჟეტში. ეს დეტალები ძალიან აკურატულად და შეუმჩნევლად მიანიშნებენ რა უნდა გააკეთოს გეიმერმა. ჩემი აზრით ეს თამაში არის Naughty Dog-ის ყველაზე საუკეთესო იდეების განსახიერება. მე არ გეტყვით ეს თამაში კარგია თუ ცუდია, უბრალოდ გეტყვით რომ ის აუცილებლად უნდა ითამაშოთ, რადგან ის ბოლომდე მოგცემთ ახალ შთაბეჭდილებებს. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი თამაშის განხილვა, დიზაინერის პერსპექტივიდან რა თქმა უნდა. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში ძალიან მალე. აბა კარგად.